ეს უკვე ემიგრანტებს მინდა რომ ვუთხრა, რომ როგორ უნდა მოხდეს მოლაპარაკება დამკვეთთან, ხო? რომ შთაბეჭდილება დატოვო ისეთი, რომ შენი საქმე იცი. როგორც კი დიდი ოჯახი. ემიგრანტებო, თქვენ აქ ახართ, სპეციალურად თქვენთვის. ჩვენი სტუდენტებიც აქ არიან. ლოჟიაში. ისინი ცოტა უფრო წინ არიან და უკვე ისინი ვებყვები და ლომები არიან. ხო? ჩვენ ბაჭიები ვართ ჯერ თქვენთან შედარებით. ქალბატონი 500 ფოტოსკოლაც დამთავრებული აქვს, ინსტალოგიაც დამთავრებული აქვს. თავად ჟურნალისტია. მე თქვენით მაგრად ვამაყობ. თინა არის თქვენი ერთგული მენტორი, სხვა მენტორები არ არიან აქ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმათმა ძალიან დიდი ყურადღება, სიყვარული თქვენ სათითაოდ ყველას გაჩუქეთ. ეს მაინტერესებს თქვენი სიყვარული ამ მენტორების მიმართ, მეც მომიყვეთ გამიზიაროთ. პირველი შეკრება გვაქვს ესეთი ცოტა უფრო მასიური. თუ თქონდა ხო ისა და ძალიან კაი დრო ვატარეთ, ხო? ვინც იყო მოუჯადოოდით ერთმანეთთან ურთიერთობით. რა კარგი იყო, არა შეხვედრა, კომპოზიცია, განათება. გიორგის გაკვეთილი ცხმენილი გაქვთ. საყვარელი არ უნდა ვიყო. კომპანიას უნდა ბევრი ფული გამოართვათ. კი. ეგეთი სტრატეგია არ იმუშავებს, არა დავა ამფეთ იყიდის. ხო? და ნინა გვეტყვის სამ ისეთ ძლიერ რჩევას, ხო? რომ გასაუბრებაზე რა უნდა იყოს მთავარი გასათვალისწინებელი. პირველ რიგში როგორც თქვით, რომ შეკითხვები დაუსვით, გაარკვიეთ თვითონ რა სჭირდება, მაგრამ შეგიძლიათ ასევე რომ თქვენი ხედვაც შემდეგ უკვე შესთავაზოთ. იცი რა, მე არ ვფიქრობ რომ ეს იმუშავებს. ხო? ანუ მე ვიცი ესე იგი რა მუშაობს და გაძლევ რჩევის აქეთ სახით. უნდა უთხრათ ეგ ყველაფერი. ანუ ჯერ კითხეთ თვითონ რას ფიქრობთ და მე ეტყვით რომ გასაგებია თქვენ რა გნებავთ, მაგრამ აი მე ვფიქრობ რომ ეს უფრო კარგად იმუშავებს. თუ გინდათ შეგვიძლია ესე გავაკეთოთ. თუ არა და მაშინ ვერ შევთავაზებთ. დავიშალოთ. კი ბატონო. იმას არ უნდა გქონდეს იმისი აღქმა, რომ ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი შეკვეთაა. კი ბატონო. მეორე, როგორც წეღან გითხარით, რომ უფასოდ არ უნდა იმუშაოთ, რაღაც მომენტში შეიძლება ეგეც აი გააჩნია სიტუაციას და თუ თქვენ ძალიან გაწყობთ იმ ადამიანთან კონკრეტულად მუშაობა თქვენი პორტფოლიოსთვის, ოკეი, მაგრამ ზოგადად ანუ ბაზარი არ უნდა ჩავძიროთ. იმითი რომ ის ორად აკეთებს და იმასაც ნაკანი სკოლა აქვს დამთავრებული და ეს ამას რატო გადავუხადო ეხა ამდენი? ანუ არ გააკეთეთ, ერთმანეთს არ გაუკეთოთ ეგ. აწიეთ ფასი, იცოდეთ თქვენი ფასი. და მესამე, რაც მინდა რომ გითხრათ, რომ თქვენი თავი წარადგინეთ, წარმოაჩინეთ. Instagram-ი იქნება, Facebook-ი იქნება, თუ ნებისმიერი სოციალური ქსელი, ისაუბროთ საკუთარ თავზე. თქვენი პორტფოლიო არის ჩათვალეთ თქვენი Instagram-ი. ამას მარიამი ძალიან ბევრჯერ გეტყოდათ და შემიძლია რომ ჩემი გამოცდილებაც გითხრათ ამასთან დაკავშირებით. 6 წელია მე ამ სფეროში ვარ და რავი, შეგიძლიათ ნახოთ რამდენი ფოლოვერი მყავს. ეს არის წლების ნაგროვები. იმიტომ რომ მე საკუთარი თავისთვის არ მეცალა რა, ყოველთვის სხვებისთვის მუშაობდი, ვიყავი სოციალური მედია მენეჯერი, იმას კონტენტს უწერდი, ამას ვიდეოს ვუღებდი, იმას ვაკეთებდი და საგაიარე. ცოტა ხანში ვფიქრობ, რომ ერთი წუთით ჩემი Instagram-ი, ანუ ესე მართლა სარაფანაე რადიოს რო ეძახიან, ესე კი არ არის რომ იმან იმას უთხრა, არა, უნდა დამინახონ. ანუ მე როგორ უნდა მივიღო დაკვეთა, თუ არ ნახა ადამიანმა მე რას ვაკეთებ. დიახ, ქალბატონო ნინა. ამიტომ ერთი ვიდეო, მეორე ვიდეო, გაიზარდა ნახვები, გაიზარდა მოწერები, გაიზარდა ლაიქები, კომენტარები, მეც მინდა მომხალხო, დრო არის საჭირო. კი ბატონო, დრო არის საჭირო და ეს დრო ჯერ საკუთარ თავს უნდა დაუთმოთ, დააპრიორიტეტეთ საკუთარი თავი. გამოცდილება ყველა ვარიანტში მოვა, აუცილებლად მოვა, სულ რომ მხოლოდ საკუთარ თავს გადაუღოთ და ქუჩაში გამვლელებს არ ვიცი, ანუ თქვენ რა მიმართულება გაქვთ არჩეული. მაგრამ დაანახეთ თქვენი პროფესიონალიზმი, ну ასწავლეთ ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება რომ ასწავლოთ, ხო? კურსს აპირებთ, რომ გააკეთოთ სამომავლოდ, it's okay, პატარა რაღაცები გადაუგდეთ რა. ასევე სოციალური ქსელი, რა თქმა უნდა, სწორად უნდა მოირგოთ, რომ თუნდაც საძიებოში იძებნებოდეთ. შეიძლება ვიღაცამ ნინასანი საერთოდ არ იცის, მაგრამ აბა ჩაწერეთ ვიდეო კრეატორი, SMM-ი, რილი, ვის ამოგიგდებთ? აბა ჩაწერეთ. რილი მონტაჟი, ეგეთი სიტყვები, მთავარი სიტყვები რაც არის, რითიც ფიქრობთ, რომ გიპოვით აუდიტორია, აი Google-ში რო შედიხართ და ეძებთ შარვალს. აბას. უი,
ნეტა როგორ? მე ფიქრობ პირველ რიგში თინას მადლობა უნდა გადავუხადო. მადლობა ნინა. ერთგულებისთვის. სიყვარულისთვის. მეგობრობისთვის. შთაგონებისთვის. გვერდში დგომისთვის 24/7-ზე. პატიებაზე გცხოვრო ამდენი რამე გადაიტანე და გადმოიტანე. კონკრეტულად შენ ხომ არ გაქვს რამე სათქმელი ჩვენი პირველი ინსტალოგებისთვის. მართალია ჯერ არ არის სერტიფიკატის დარიგება. ეგეთი დღეც გვიქნება. დიახ. მაგრამ პატარა უკუკავშირი რომ ისე შენ თუ რამე გაინტერესებს მათგან, ან მათ თუ რამე აინტერესებს შენთან, არ უბრალოდ რომ მიესალმო. მოგესალმებით ყველას. მე თინა ვარ, მიცნობთ უკვე. და ჩემთვის მართლა ძალიან დიდი ბედნიერება, ეხლა რომ აქ ვარ, ძალიან დიდი გამოცდილებაა, სიახლეა, ისევე როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვის და პირველი public, ასე ვთქვათ, გამოსვლა არის ჩემი პანდემიის შემდეგ შეიძლება ვთქვა რა, ცოტას ვღელავ, თან არ ვღელავ, ნუ ვერ გამიგე ჯერ როგორ ვგზნო. გაურკვევლობაში ვარ. ხო და იცით რა არის, მინდა გითხრათ ერთი რაღაც, რომ ხელოვნება არის ისეთი სფერო, სადაც არის სრული თავისუფლება, იქ სადაც თავისუფლება არ არის ხელოვნება, გამორიცხულია და იქ სადაც არის თავისუფლება, არის კარგი ხასიათი, არის კრეატივი, არის ახალი ინფორმაცია, არის სიახლეები, ახალი ცხოვრება აბსოლუტურად. შესაბამისად, თქვენ ხართ მოხვედრილი ისეთ ადგილას, სადაც ყველანაირი თავისუფლება გაქვთ, შემოქმედებით, რაც მთავარია, რომ განვითარდეთ და ხალხი ნამდვილად ზრუნავს თქვენზე. ასე რომ მე მადლობა მინდა გითხრათ, ყურადღებისთვის მადლობა მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ხართ და თუ რაიმე კითხვა გაქვთ დღეს კურსთან დაკავშირებით, ფოტოგრაფიასთან დაკავშირებით, ზოგადად ფოტოგრაფიულ ცხოვრებასთან დაკავშირებით, სიამოვნებით გიპასუხებთ. სხვათა შორის თინა ფოტოსკოლაში სწავლობდა. მანამდე იყო მუსიკოსი. და მის ცხოვრებაში ფოტოგრაფია შემოსული არის სადღაც 1 წელი. 1 წელია. 1 წელია. დღეს უკვე არის ხოლოდ და უკვე იმდენი რაღაცა მან თავის თავთან იმუშავა. დიახ, იმიტომ რომ თავდაჯერება აქვს. იმიტომ რომ როკსტარია. იმიტომ რომ მანამდე სცენაზე იყო ძალიან მაგარი. და ესა როცა ტალანტი გაქვს, როცა შემოქმედი ხარ, როცა არტისტი ხარ სულიერად, შინაგანად, ხო? სხვა რამაშიც შეგიძლია ასუბლიმირო. შესაბამისად, დღეს თქვენი მენტორია, ხო? როგორია, ცუდი გრძნობა? ძალიან კაი გრძნობა. ანუ მე მოკლედ მინდა გითხრათ, საიდან მოვედი საერთოდ აქ. სადაც ვარ, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი ცხოვრებაში, რომ ფოტოგრაფი ვიქნებოდი. აი გამორიცხული თემა იყო ჩემს, აი თავში არც კი მქონდა. მოკლედ, მუსიკოსი ვიყავი. დღესაც ვარ, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ ვაგრძელებ, იმიტომ რომ მარცხენა ყურში მოკლედ დამეკარგა სმენას ანახევროდ. ხო. და მუდმივი ხმაური მაქვს რაღაცა და უცებ ვიყავი ძალიან მოწყენილი, თან პანდემიის პერიოდია, არასამსახური, არა ეს, ძალიან ბევრი რაღაცა და ვზივარ, რაღაცა თანხა მაქვს და ჩამეგობრებს ვეუბნები. ფოტოგრაფია ხო არ მესწავლა მეთქი რა. აი მართლა ესე იყო. ხო არ მესწავლა მეთქი ფოტოგრაფია, რა ვიცი მეთქი. ანუ ხელოვნებასთან ახლოს არის, ჩემ პროფესიასთანაც ასე თუ ისე ახლოს ვიქნები და ვიმუშავებ. ბატონო? უთვალთვალებდიო ვინმესო? აი არავის არ თვალთვალებს. არ ვიცოდი არავის. მე მეგონა მე მithვალთვალებ. ანუ მართლა ვამბობ, რომ გურამ წიბახაშვილი ვიცოდი და მარინაკანი მორჩა. წიბახაშვილის ოჯახი. ოჯახი? ვინები გიგა და რატო? მე მარტო ცოლი ვიცოდი. ძალიან ძნელი არის ახლა ჩემთვის გაგრძელება, გაკვეთილის. იმიტომ რომ რაც ხდება ქვეყანაში, სურეალიზმში ვარ. ისეთი აბსურდი არის ახლა ქვეყანაში და ისეთი სიგიჟე ხდება, რომ როგორც ინფლუენსერსაც ხომ იჭირს, რომ გავაგრძელო მოღვაწეობა. მაგრამ ხომ იწევს, რომ რაღაცა მაინც დავდო. და რთულ სიტუაციას გავდივართ ქვეყანაში, მეგანა არ მესმის, რომ არ არის ერთად ადვილი.
მე ყველაზე უფრო ძალიან მაგრად მიჭირს, იმიტომ სულ აქციებზე ვიყავი და უცბად აქეთ მხარესა ვარ ახლა, იმიტომ რომ სადაც ვფიქრობ, ხო არ წავიდა ქვეყნიდან. ყველას აგვაქვს ალბათ ეგ საფიქრალი, ხო? აგე იკო და მე ვიყავით, რამდენი თვე ვიყავით იკო ქუჩაში? თვეები, 6 თვე მე და იკო ვიყავით ქუჩაში. სულ ვიდიდით ერთმანეთს რაღაცას ვეტყოდით, გავიქცეოდით, გამოვიქცეოდით, ერთმანეთს რაღაცას ვეტყოდით, გავირბოდით, ნუ უნდა გავაგრძელოთ, სხვა გზა არ არის, უნდა გავაგრძელოთ. მაგრამ არ გეგონოთ, რომ მე არა ვარ ემოციური ადამიანი. ხო? და განსაკუთრებით კიდე ემიგრანტები, რომლებიც შორს არიან და ალბათ ემიგრანტებს კიდე უფრო უჭირთ, ხო? დისტანციურად ძალიან რთულია, რომ იცი შენი ოჯახის წევრი იქ არის. შენ ხო, მესმის, დისტანციურად რთულესია ქვეყანა რომ არ ვიცი, რამე კომენტარების გაკეთებაც ყოველ მომენტში დადმეტია. ჰა. რეალურად ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, იმიტომ რომ ხო, შენ ძალიან გამბედავი ადამიანი ხარ, რომ ერთ წელიწადში მოახერხე. როგორც ფოტოგრაფი თუ მარის დამთავრება. ჯებთან მუშაობს. სხვათა შორის რამოდენიმე დაკვეთაც უკვე გააკეთე შენ და გადაიღე და რეკომენდაციასაც უწევდა. მე თქვენ ყველას მინდა რეკომენდაცია გაგიწიოთ, მაგრამ იმისთვის რომ რეკომენდაცია გაგიწიოთ, მართალია ნინა, თქვენ უკვე პორტფოლიოები უნდა გქონდეთ მზად. ანუ ნელ-ნელა თუ არ დაიწყეთ თქვენ პორტფოლიოების შექმნა, ფოტოების დადება, იმ დავალებების გადება, მე როგორ მეტყვი ადამიანს რომ აი ეს არის ჩემი კაი სტუდენტი, ეს არის ჩემი კაი სტუდენტი, ესეჩა. გადმოვლენ თქვენ გვერდებს ნახავენ და მე მეც ხო უნდა ვიყოს, ჩემი სტატუსი, ჩემი პრესტიჟი არის. თუ მეტყვის რომ მე არაფერი არ უდევს და რანაირად, როგორ თქვენ ხო უნდა გასაუბრებაც უნდა ისწავლოთ, ხო? შესაბამისად, რა ვიცი, თინა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ხარში დგომისთვის. თქვა რომ თუ რაიმე კითხვა გექნებათ, არი ფიქრობთ რომ მენტორები რომ არ არიან თქვენ მარტო ხართ? აკა ვართ. არანაირად არი ფიქრობთ? და არ მოგერიდოთ. მარია აქ არის და ყველანაირ კითხვაზე პასუხს როგორც იღებდით? მე ხა მაგალითად ფოტოების გადაღებაზე, ხო? გიორგისთან მაქვს კონკრეტული შეკითხვა სტუდიურ განათებასთან დაკავშირებით. იაკო. დადევით მობილური. გიორგის რო კითხოთ რაღაცა შეკითხვები განათებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აი გვაქვს სტუდია, აი გვაქვს აპარატურა, აი გვაქვს ტექნიკა, შენ რო იღებ საყვარელი ხარ, დაუსვით შეკითხები გიორგის, რაც შეეხება. რა ვიცი, ასევე შეგიძლიათ ლევანსაც დაუსვათ შეკითხვები. მობრძანდით ბატონო ლევან, მობრძანდით სტუდიაში. ალბათ ძალიან იშვიათი მომენტი არის, როდესაც გიპასუხებთ. მოდი ლევან, ცოტა ხანი შენ დაგვიჯექი. ანა, სანამ უშუალოდ შენ კითხავთ რაღაცებს, ცოტა ხანი ლევანი დავსვათ. იმიტომ რომ განათებაზე პირიქით ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენი ხანი ჩვენ გვერდზე იჯექით და საერთოდ შენ სამკაულებს ვიღებთ დღეს რო იცოდე, შენ ხარ ის დამპალი და დამკვეთი. მოდი ლევან შენც და თქვენ ლევანის გაკვეთილიც ნანახი გაქვთ. უკავშირი მიეცით ადამიანს, იცით როგორ ლევანს ის ქონდა, რომ აიმე მე არ მალაპარაკოთ, ძლივ შევაბი. უთხარით, მოგეწონათ, არ მოგეწონათ, დაუბრუნეთ. ის გაკვეთილი ჭვენები. ძალიან მოგწონა და ჩვენი ყველაფერი სული იყო მაგ სტუდიაში ყოფილიყავი იაველების. გაილა. ზოგიერთი რომ მე აი ჩამივარ და მაგნიტი. აი ეს სტუდია აჰა, მანიფესტაციის უფრო ზალა. ლამაზი არის, შუქები შემოდის და ხო და ამათმა ყველა მოყურეს შენ გაკვეთილს. ფანარი გვერდი. ხო და როგორი იყო ლევანის ახსნილი განათება წვენზე, რა მაგარი ფოტოები გადაიღეთ. მე ყველას ნანახი მაქვს. ჯერ ხო, მე უთხარი, აქ იყავი თუ არ ვიცი. აქ იყურე თუ მე ვითომ არ ახსოვს, ვითომ აქ იყავი, ამდენი ხანი რო ყოფილიყო, აქ როგორ არ გეხსოვს. აი ჭვენია. ხო და მაგასო რა უნდა მახსოვდეს. ცხენია? არა მცივა და აქცივა გაგაჯფო. ლოყები ამიცი. აჰა. ის ლიმონი გაიწურა რამე კონკრეტული შეკითხვა თუ გაქვთ ლევანთან, როგორც განათების ერთ-ერთი ძალიან მაგარი პროფესიონალი, ჩემი კოლეგა, ფოტოგრაფი, თქვენი ლექტორი, ჩაგიტარად გაკვეთილი, კმაყოფილები ხართ, რა ვიცი, აქვს რამე შეკითხვა? დავამატებ ერთ რამე. დიახ. თან ლევანი არის ძალიან ცნობილი ფოტოგრაფის შვილი, გია ჩხატარაშვილის, რომელიც ითვლება უკვე კლასიკოსად, რომელიც ცოცხალია. შენ თავზე ხო ლაპარაკო? არა, ლევანი. ორივე არიან ძალიან ცნობილი ფოტოგრაფის შვილები. ალბათ ცოტა რთული არა? მამებზე ლაპარაკობენ, გაიგე, გადაიტანეს ეგრე. აბა. არა, არ ლაპარაკობ. შენც და ლევანი ჩემთვის ხართ მაგარი ფოტოგრაფები. არა კლასიკოსებს რა ქვიათ? თანამედროვე? ხო. რუსულად რა ქვიათ? Современник.
თქვენზე მინდა ახლა ლაპარაკი. მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანი არიან მამები, მაგრამ ლევანი ჩემთვის მაგარი ფოტოგრაფია. მადლობა, ჩემზე და ჩვენზე და მამებზე ალბათ მეერე ეს ისე. ჯობია, ხო? განათებაზე თუ დაგჭირდებათ რაღაცების ზოგადად შეგიძლიათ აქაც მოხვიდეთ და იტრენიროთ თუ როგორც ქვია და გააკეთოთ. განათება არის მარტივი, იწყებ ერთი შუქით, მერე ამატებ მეორეს, მესამეს და ხო, ესეა. ძალიან მარტივია. ერთი მეორე მესამე. აუცილებლად ერთით იწყებ. სტანდარტული წესი არის ერთი შუქით იწყებ და მერე რაღაცებს რასაც გინდა. რამე სქემა ერთი უთხარი რა იქნება რა. აქედან ეგ უკვე ხო. აქ არიან მოსულები, ნახე რა გაბჭყვალებულები და ბედნიერები არა. კაი კითხვა იყო, კაი კითხვა იყო. საიდანაც გინდა, იქიდან ხო, რა თქმა უნდა. ესე რომ რაღაცა, ანუ ოჰოჰო, გაიგე რა თქვა? რა? ვისი მოწაფე ხარ? ქილაიტი ქვიაო? ხო, ინგლისურად კი. ინგლისურად კი, ხატავი შუქი ქვია, ამას ქართულად, რომელიც არის მთავარი. ეგ არის. ერთი და ხატის არის. ხო, გეტყობა უკვე პროფესიონალიზმი. ხატავი და მერე არის შემავსებელი, რომელიც რაღაცას ის ერთი შუქი რასაც გამოიწვევს კონტრასტებს, იმით შეავსებ, რომ აქამდე ძალიან შიშავე რაღაცეებში, ფორმებში. всё, მერე მიდის, ხო. გოგოებო, ერთი თხოვნა მაქვს, განსაკუთრებით ამ ძალიან ჩემთვის მნიშვნელოვან ბაჭიასთან, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მას ძალიან ბევრი დანაკლისია. კაი, ხა შეხედე პატარა. ორი მართლა ძალიან მაგარი პროფი ხო არიან აქ. შედან. მთელი ეს საქმე შეგვაწერა. ზუსტად. ახლა გაიკეთეთ თქვენ პატარა მიკროფონი. ჩემი ორი პატარა კოლეგა მეგობარი. ექსით ქალებო. გამოწოვეთ ყველანაირი ინფორმაცია, არ დაუტოვოთ უკან დასახები გზა არც ერთს. Cards მეორე, სამონინა ჩვენ. ბოლომდე შეტევაზე. არა, უხუცესო და გითხრა. არა ითქვა. სალაპარაკო აქვს. კითხეთ ახლა ყველაფერი რაც გაინტერესებდა და განსაკუთრებით ჩვენ დაიწყეთ. გამოვუშვით. აბა ვარ მოწყობთ ინფორმაციას ბოლომდე. ესენი ჩაფიქრებული ხოდა არ წოდნა. სტუდიური ფოტოსესია მინიმალიზმის ესთეტიკას ასე თუ ის. ბატონო? მინიმალიზმის ესთეტიკის მატარებელი ხო არის სტუდიური ფოტოსესია თუ შეიძლება დაიწყოს სხვადასხვა ფერის ტონალობით. ისევე როგორც განათებაში ასევე მატერიალური ობიექტების ნივთების შემოტანით. აი ეგ მაინტერესებს უშუალოდ ყველანაირი არის ხო? ნახავს ძირითადად ფოტოსესიები თუ არის სადაფონი და ძირითადად აქცენტი სინათლეზე. მარტივია და მაგას აკეთებენ თუ არა ის უკიდეგან ვარამდე იძგინა იმდენი ამატე და რაც გინდა ის აკეთეს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ყველაფერი თავისუფლება, ეს უბრალოდ მარტივი არის, რომ რაღაცა თეთრ ფონზე რაღაც შეეწარმოებოთ მოაწყო ის რაც კი, ანუ შეგიძლია რომ მოაწყო და მაგათად აქ მოდიან, ბევრი რეკლამებსაც იღებენ და დადგმებს და რა ვიცი, კედლებს აშენებენ თუ უნდათ აქ და რა ვიცი. ეს შეზეა დაუგდებოდი და რამდენად არ გეზარება ის რაღაცა რასაც დაისახავ რომ გააკეთო და ბოლომდე მიიყვან. თორე ნებისმიერ ამის გაკეთება შეიძლება და ხო. თუ ამას გულისხმობ, თუ სწორედ გავიგე. დავჭირო ხო? როდესაც მაგალითად მე ბუნებრივ გარემოში ვიღებ ან დავიცით ჩიტს, ყვავილს, ნებისმიერ საგანს თუ მოვლენას, რაც არის ჩემს წინ, მე მიჩნდება განცდა, რომ ეს უფრო არის ხელოვნებასთან ახლოს, ვიდრე თქვა სტუდიური გადაღებები, მაგრამ თვითონ ჩემი უფრო არის სტუდიური გადაღება, მე უფრო მომწონს, როცა მე თვითონ შემიძლია ვიყო შემოქმედი ამ პროცესში და მე თვითონ შევთავაზო რაღაც შევქმნა. და ჩემი კითხვა რაც რაშიც არის სწორედაც, აი მაგალითად ხელოვანი ადამიანის მხრიდან და არა ვთქვათ აღმქმელის რეციპიენტის, ვინც აღიქვამს ხო ამ ხელოვნებას. აი ხელოვანი ადამიანის მხრიდან როგორ აღიქმება აი თვითონ სტუდიური გადაღება და ბუნებრივ გარემოში, ასე ვთქვათ, აი რაღაცა კადრის დაჭერა, აი რომელი უფრო წონადი შეიძლება იყოს, თუ გაგვთ მოსაზრება ამის მიმართ. და დანარჩენი უკვე ალბათ მეორე კითხვა ისქნებოდა თვითონ ტექნიკა.
არის თუ არა ისეთი თქვენ რაღაც ხო შეიძინეთ და ირარჩევები შეიძლება გქონდეთ. საერთოდ შეიძლება შევიძინოთ სტუდიური განათება უფრო ბიუჯეტური და ხარისხიანი რო იყოს. აი თუ არის ესეთი ფოტოგრაფების საიტები ან რაღაცა, იმიტომ რომ მე არ მაქვს მაგაზე ცდომა. საიდან დავიწყე ხა? ანუ ტექნიკის შეძენას რაც შეეხება, ეს ხო უკიდეგანოა და რასაც რა ვიცი, რაღაცას რო ეძებთ, ეგრე უნდა მოძებნოთ. მე ესე ვაკეთებდა. ყველა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვეძებ, სად უფრო იაფია, სად უფრო კარგია და იქიდან ვყიდულობ. ისე არ არის, რომ სადღაცას ერთია და იქიდან ვყიდულობთ. კარგი რა არის? იაფად და კარგი როგორი შეიძლება ეს მე მგონი მაგის ექსპერტია. და წყები ფოტოგრაფისტვის რო თან მისაღები ფასი იყოს და თან რო ღირდეს ხიბა, იმიტომ რომ რა ხარისხი არა, ტემუ ხო, ცოტა ჯერჯერობით ეხა ამატებენ ტემუზე რაღაცებს. რაღაცა სხვა ქვეყნის იმითი რო შეხვიდე ლოგოთი, რაღაცებს ამოგიგდებს, მაგრამ საქართველოს ჯერ არ არის და ალბათ დაამატებენ მაგებსაც. კაი როჟავა. ტემუზე არ ვიცი, არ არის. რა ვიცი, ბევრი საიტზე შეგიძლიათ, eBay-ზე შეგიძლიათ გამოწეროთ, Amazon-ზე, BH-ზე, რა ვიცი, Adorama-ზე. არის ეს ახლა ცნობილია, წესით ყველა მიცის. კიდე რაღაც კითხვა ქონდა. ხო, იმასაც დავასრულებ. და მეორე კითხვა ქონდა, რომ აი სტუდიურში და გარეთ რაღაც ხელოვნებას რა შეხედავთ თუ რაღაც იცით თუ არა. იცი როგორ არის, რომ ადამიანი ფოტოს როდესაც იღებ კონკრეტული რაღაცა ემოციისთვის, იღებ რომ მიიღო რაღაცა, იღებ რომ რაღაცა შედეგი დადო, რაღაცა ლამაზი ვიზუალი დადო, ან ლამაზი რა ვიზუალი დადო, ის რაც შენი არის. გინდა გარეთ და გინდა შიგნით ეს ვიზუალი, ეს ემოცია, ზოგი, რა ვიცი, ფორმები, ხო, ფოტოგრაფიაში ბევრი რამე არის, რომ კაი ფოტო იყოს, ფორმები, კომპოზიცია და ვიზუალი რომ მოგწონდეს და ემოცია და ასე შემდეგ რომ მოქონდეს ამ ემოციას. ის შიგნით გადაიღებ თუ გარეთ გადაიღებ, ორივეგან შეიძლება რომ გადაიღო. უბრალოდ სტუდიური შუქის ცოდნა არის სტუდიური შუქის ცოდნა, რომ იცი ეს რაღაცა კონკრეტული სტანდარტები შეიძლება გარეთაც დაგეხმაროს კაი შუქის დაჭერაში. რაღაცა კონკრეტულ შუქს ჩაუჯდე და იმ შუქში რო ჩაივლის ვიღაცა იქ გადაიღო. იმიტომ რომ იცი რომ ეს მზე აქედან ანათებს, იქიდან ირეკლავს რაღაც მოკლედ. ერთი და იგივეა. ეს უბრალოდ დამატებითი ისინია, ხო? არა, ეხლა სტუდიური შუქით უფრო ცდილობ, რომ რაღაცა კონკრეტულად გამოკვეთო ფორმები ადამიანის ისე როგორც შენ გინდა. აი ვიღაცა მუსკულატური ტიპი არის, ცოტა ისე მიანათებ, რომ ერთხარიდან რომ მიანათებ რაღაცას, მარტივი არის, ხო, რაღაცას ანათებ, აქედან ნათელი, მეორე მხარეს ბნელია. ყველაფერი ცხვირი და ნათელი, აქეთ ბნელია, ხო, აქედან რომ მიანათებ. ყველაფერი და თუ პირდაპირ მიანათებ არა, ეგრე არ არის, ვისაც რა უნდა. რისი მიღება კიდე თუ ყველაფერში ცოტა მაღლა და ცოტა გვერდზე ვასწავლეს, რომ არის სწორი, იმიტომ რომ ზეც როგორც მაღლა და ზემოდან ისე აი თქვენც ახლა სწორ განათებაში ხართ, მგონი? აი რემბრანდტის ჭრილი კი, შეიძლება, ეგრეთ შეიძლება, კი, ისე ყველანაირად შეიძლება. აი რაღაცას იძახდა. ხო, აი შენც უგოსხე მაგას. უფრო მგონი ზევით დგას, ვიდრე რა ვიცი, რაღაც კონკრეტული თქვა ჟანრი ხელოვნების. კითხულობდა ქალბატონი, რომ რომელი უფრო ხელოვნება არისო, სტუდიურიო თუ გარეო, ეგეთი იყო, ხო კითხვა. მე ვიტყოდი ასე, რომ შემოქმედება არის ნებისმიერ საქმიანობაში. თუნდაც ერბოკვერტს თუ აკეთებ, გულით აკეთებ და იქ ავლენ შენს თავს, იქაც შეგიძლია რომ ეგ იყოს. იგივე არის ფოტოგრაფიაშიც. თუ შენ თავს ვერ ავლენ, ვერც შიგნით, ვერც გარეთ, ხარ მე მგონი ალბათ უფრო შემსრულებელი
ან ხარ ხელოსანი. მაგრამ ხელოსანშიც არსებობს შემოქმედი, ხო? ვაფშე ეგ სიტყვა საიდან მოდის? არა, შემოქმედი საიდან მოდის ეგ სიტყვა? შემოქმედება, შემოდიქმედება, ხო? ეწუთით. არა, მე ჩემი პასუხი მინდა რა გაქცე რა, ვიცი, მაინც მენტორი ვარ მეც. არა, ეს არ გაქვს. რა? ეგ მოდის უფალისგან. ვინც შექმნა თავისი აზრით ეს ყველაფერი. იქ ხوار ეუნებოდა ვინმე რო ესე გააკეთებო, ან ესე გააკეთებო. ასე არის. მაგრამ მიკროფონი შეიძლება გიჭირა? ძალიან. კიდე არსებობს რომ შენ შემოქმედებას ამერჯებ კომერციას. ანუ მე რასაც გავაკეთებ, სხვას უნდა გამოადგეს. თუ ხარ შენ რაღაც საქმეში გუწფელი, უეჭველი ვიღაცას გამოადგება. უეჭველი ვიღაცას მოხდება გულში, შიგ გულში. თუ შენ გეშინია რომ რაღაცას ვერ გაყიდი, ესე იგი შენ არ ხარ იქ გუწფელი. ჩვენ პროექტებიდან რაც გადამეღია ყველაზე გუწფელი, ყველაზე არაკომერციულ ადგილას, მაგალითად, სადაც აქ ვაშჩი ჯვარში, მოხდა ყველაზე ცნობილ ჟურნალში მთელ მსოფლიოში. იმ პროექტებში, რაც მგონია, რომ მაგარი კამერა ჩავრთე, მაგარ ადგილას გადავიღე, მაგრამ იმ შემთხვევაში მქონდა ის რაღაც გუწფელობა, ანუ გულით მინდოდა. როგორ შეგიძლია რომ გაიგო, გინდა გუწფელად თუ არა? პირველი ჩემი ტესტი არის, რომ გავაკეთებდი, თქვათ, ამ ყველაფერს უფასოდ? თუ იტყვი, რომ კი, კაცო, პირიქით, всё, ეგ არის 100%-იანი. ასევე ისტორიაში იყო ძალიან ბევრი, რომელიც სტუდიაში იღებდა, მაგალითად რიჩარდ ავედონი, ჰელმუტ ნიუტონი სტუდიურს იღებდა, მაგრამ გენიოსი პორტრეტისტები იყვნენ და რაღაც ადამიანის გამოსახულებაზე, ხო. ხო. ხო, სად გადაიღებ, ხო, გარეთ თუ შიგნით შეგიძლია გამოხატო შენი თავი, იქაც და იქაც. ზუსტად. რაღაცა დაინტერესება. ხო, ისე დავბრუნდები. მამაღლა რომ გააჩერა და გაიგო ემიგრანტებმა. სტუდიურ განათების დროს, სტუდიაში განათების დროს რამდენიმე განათება როცა არის ჩართული, ფერს აქვს მნიშვნელობა, ანუ ერთი ტონი უნდა იყოს. თუ თბილია, ყველა თბილი უნდა იყოს. თუ შეიძლება რომ ერთი სიტყვაზე თავარი იყოს თბილი და დავუმატო რაღაცაც გადაეცი, აბა რაღაც გაგზავნება. აი შეკითხვა. შენი ნება არა. ერთ გაკვეთილში ხსნიდი სტუდიურ განათებასთან დაკავშირებით რა შემთხვევაში, ანუ შეიძლება აჭრელდეს. ელენესოვერებით კი. ხო. ტატუების გაკვეთილში იყო მგონი და აი ეგ მაინტერესებს უფრო რა ის ხო თქვენც თქვით რომ ხან ერთს ჩართავ ხან მეორეს და აი რა შემთხვევაში ჭრელდება და არ ჭრელდება ანუ ერთი და იგივე ფერი უნდა იყოს ყველგან თუ შეიძლება რომ მაგალითად აი ვარდისფერი და ნება შენი კი ბატონო აი ვარდისფერი ლუკი ხო ვარდისფერი სხვა არის მე ვკითხავ აი ცივს და თბილს ბიკოლორს ეგრეთ წოდებულს კი ბატონო ეგ არის ხო ჯერ შენ გაეცი პასუხი იმიტომ რომ დაწყებული გაქვს მე გიორგი გაკავა და ხო ეგ უკვე წესი თქვენზე დამოკიდებული მაგრამ წესი და სტანდარტები არის რომ რაღაც მაგათად 5600 კელვინიდან 6000-მდე ითვლება რაღაც აი daylight არ დაგავიწყეს რომ მობილური სწავლობენ გადაღებას აჰა ნუ მაშინ აბა რას კითხულობ ხო და ნუ გარე აპლიკაციებით ეგ დააკეთე ჩვენ წეს გეტყვით ხო აი რაღაც ეგ კელვინები არის ეგ სტანდარტი რომ თუ რაღაცა შუქს ანათებ და გაქვს იმის საშუალება რომ ეს შუქს დაარეგულირო მაგ აქ დგას მაგალითად ეს შუქი არის დღის შუქის თემები აი ცოტა მოღრუბლული თუ არის და ცოტა საღამო თუ არის მე გარშემო აი ცივდება აი აქ რო იღებმოდე მაგალითად ესე და გარეთ ცოტა საღამოა და ისა და მოლურჯო ტონი არის უნდა დააკლო და რატო უნდა დააკლო რომ აი ადამიანი ძალიან ყვითელი და ძალიან ლურჯი არ გამოვიდეს ძალიან თუ გინდა გამოვიდეს ეხლა შენ თუ მოგწონს ეგეთი რაღაც და თუ გინდა რომ დაასტაბილურო რომ ძალიან ყვითელი ადამიანი არ ყავდეს და ხო აი მაგათაც იმასაც რო იღებ ხო გარეთ რო არის ჩართული განათება, მთავარი განათება და ცალ-ცალკე კიდე რო რაღაცა
სხვადასხვა იქნება ფერი, რასაც მიანათები, ლურჯს მიანათები. ლურჯი იქ. ნუ თუ გინდა კი, მაგრამ წესით ერთს ვაყენებთ ხოლმე. რა ვიცი, აი ფერს რაც შეეხება, ერთი და იგივე. თუ ვიღებ ისეთ რაღაცა, სადაც ძალიან არის მნიშვნელოვანი, რომ ის მივიღო ეგ რაც არის, ამაში შედის მაგალითად სამოსი. ამაში შედის ინტერიერი განსაკუთრებით, იმიტომ რომ თუ იქ რაღაც ავტორს აქვს გამოყენებული კონკრეტული ფერის, თქვათ, ტახტი, ის უნდა იყოს რა. ვცდილობ, რომ რამოდენიმე განსხვავებული ფერის, თქვათ, წყარო არ გამოვიყენო. ან გავზომო, ესეთი ის არის ხელსაწყოარი, ქვია მაგას კოლორმეტრი და შევინარჩუნო ერთი ფერი. იმიტომ რომ თუ მაქვს მე ერთი ფერი და ყველაფერი არის ძალიან სუფთა, მე შემიძლია გავურიო სახში. თუ მე მაქვს იქ არეული, ეგრო გავასწორო ძალიან დიდი დრო მიდის და ფული. ამიტომაც, როდესაც იღებ ადამიანს სტუდიაში პორტრეტზე და გიწევს, რომ გამოიყენო იქ ორი განათება, თავარი ქილაითი ერთი, რომელიც ხატავს და მეორე რომ თქვა შეავსო, ჯობია რომ ერთი ბრენდის იყოს და ერთი მოდელი რაღაც ეკეთოს გარედან. იმიტომ ძალიან ხშირად ეს ნაჭერი აყვითდება ხოლმე და ერთი ის ლოყა აქვს ხოლმე სხვა ფერის და ეს კიდე სხვა ფერის. თუმცა შეგეც ხატული იყოს. თუ მოგეწონათ. მოსულა ყველაფერი, მაგრამ თუ გაქვს მიზანი, რომ ფერი კონდეს სუფთა, მე მირჩევნია, რომ რაღაც ნახატს მაგალითად. ხო, აი ეგ უფრო ისა აი მან ხო კრიტიკულიები და მხატვარმა რაღაც საუკუნეები ხატა ეს ნახატი და შენ ფერი არ უნდა შეუცვალო. და რაც არის ის უნდა გამოვიდეს, შენ რო აქედან ლურჯს მიანათება, აქედან ყვითელს ის მით უმეტეს. ნახატის გადაღება და ერთის მხრივ სირთულე არის ის, რომ ძალიან რთულია გადავიღოს სწორად. შემთხვევაში, როდესაც მობილურით უყებ გვერდები ესე ეყუნება ხოლმე და პლუს ფერთან დაკავშირებით სხვადასხვა მოწყობილობაში სხვადასხვა ფერი ჩანს და აი დღის განათებაზეც მაგალითად მოღრუბლულში სუსვანაირი ფერები ჩანს და სახლში გადაღებული ვთქვათ სუსვანაირი. აი მაგ შემთხვევაში მაგალითად აი რას გვირჩევდით, იმიტომ რომ მე მაგ შეხება მომჭირდება ხოლმე რა გადაღება. და ერთი რაც მივაგენი იყო, რომ ამ რეკლი გამოვიყენე თეთრი და თუ სადმე მაგალითად ჭრდილს იკეთებს, ვიხმარებ და უკეთესი გამოდის. სხვათა შორის არის რამოდენიმე აპლიკაცია ტელეფონისთვის, რომელიც ტელეფონს გადააქცევს კამერად და შეგიძლია რომ ფოკუსი შეცვალო, white balance-ი შეცვალო, ну რაღაცები შეცვალო, რასაც ცვლი თქვა კამერაში. მე ეგეც ვიყენებ, ქვია მაგას moment კამერა და ეგ სხვათა შორის იყო შენს მასალებში. აი ესეთი მასტია. ну ეს გაკვეთილი ახლა თქვენ გავხდეთ უზიურად. რომლითაც შეგიძლია ეგ ფერის ცვლა გაასწორო. ასევე ნახატის აი თქვა გადაღება ან რამე ნივთის რომელსაც აქვს გეომეტრიული ფორმა ჯობია რომ გადაიღო მეორე კამერაზე ან პირველ ისა მეორეზე ან მესამეზე და ის რაღაც დამრგვალებები აღარ იქნება. იგივე ეხება არქიტექტურას, იგივე ეხება ყველა პროდუქტს, სადაც გეომეტრიული ფორმა კარგად იგრძნობა. სხვათა შორის არქიტექტურაზე გუშინ. აი არქიტექტურაში არის. არქიტექტურაზე გუშინ ჩავწერე ძალიან მაგარი გაკვეთილი ალექსანდრე ბაგრატიან დავიძოვთან, რომელიც ინტერიერზე ისაუბრებს და თან არა მარტო ინტერიერზე. და არა მარტო ინტერიერზე ძალიან შთამაგონებელია.
და ლევანს ჰქონდა რაღაცა კონკრეტული არქიტექტურაზე სათქმელი და მნიშვნელოვანია ჩემთვისაც, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი არის სასტუმროების გადაღება, კაფეების, რესტორნების, მაგითაც შეგიძლიათ თავდაპირველად შეთავაზებები დაიწყოთ მობილური. არა, ექსტერიერზე მინდოდა მე თქვა რომ ის აი ღამის კადრი როცა არის გარეთ განათებები ყვითელი და ცოტა ბნელია, ოდნავ ცივი ტონია და ძირითადად სულ ლურჯი, მუქი ლურჯი არის ხოლმე საღამოს. აი ეგ არის ის ცვალებადობა გოგონამ რო იკითხე კიდევ ერთი. ოღონდ ეგ არის უკვე ბუნებრივად მოვლენილი. საღამოს ექსტერიერის გადაღება. რამე შეკითხები კიდე თუ მეტი კითხვა არ გაქვთ, გადავა. ხელოვნური განათებით რამდენად არის შესაძლებელი რომ მივიღოთ აი მსგავსი მაინც ბუნებრივი განათებით, იმიტომ რომ აი მე მაგალითად ძალიან მომწონს Golden Hours დროს გადაღებული ფოტოები და პლუს ეხლა მაგალითად მაქვს მოტანილი სამკაულები და წარმოდგენილი მქონდა რომ გადავუღებდი ბუნებრივ განათებას და ეხლა რაღაც სტუდიაში რომ მოვხდი და ხელოვნური გადაღებიც უნდა გადავიღო, რაღაცნაირად მგონია რომ თითქოს ისეთი არ გამოვა. და რა ჯობს ამ დროს? ისეთი არ არის თითქოს. ან შეიძლება უნდა ვცადო გადაღების დროს და მერე მივხვდები. კი, შესაძლებელია რომ მიიღო რა თქმა უნდა მსგავსი ამბავი. სად ერთ-ერთში თუ აუ შენ აი მთლიან გარემოს არ უნდა უყურებდე, აი ეხლა რა გარემოშიც ხარ. მხოლოდ იმ ადგილს უნდა უყურებდე, რომელსაც იღებ. ფოკუსში რომელიც არის. კადრში რაც გაქვს. აი ხა ის რო ხო კი აი მხოლოდ იმას რომ მიუშვირო ეხლა კამერა იქნება ეგ ყოფილა ერთ წუთი არ ვიტყვი ერთ წამი აღოდ ხო ესე ცოტა უფრო შეზღუდულად ხარ ეხა აქ რომ მაგათად ზიანი დღე არის ახლა ან აქ დადებ ხან იქ დადებ ხან იქ დადებ ეგ გინდა უფრო ხვდები მაგრამ განათება არის ის მომენტი რომ რაღაც კონკრეტულ ადგილზე უნდა მოაწყო ეს მომენტი ესე იგი დიდი პატარა სივრცე და ასე შემდეგ თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს და ცუდი ამბავი მაქვს რომლით დავიწყო ცუდზე ორიენტირებულები არა რომ კარგი დამთავრდეს რა ფილმებიც არ გინახავთ? ყველა ფილმი. სადაც კადრში ხდება რაღაც მოქმედება დილით, არის ხელოვნური განათებით. მეტიც ის სახლი არ არის ხოლმე ძირითადად და არის სტუდიაში მოწყობილი სახლი. ეგ ცუდი ამბავია? ხო. ყოველი კარგი ამბავიც მაქვს. კარგი ამბავიც მაქვს. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ რომ გააკეთოთ მაგის სიმულაცია. კი, ჩავიდეთ. მე ძირითადად ფილმებს ვერ უყურებ ხოლმე, იმიტომ რომ სულ უყურებ როგორ გაანათეს, ისად მოძრაობს, იქ ვინ დგას. აუ სხვადასხვა მეც მინდა მაგაზე დავამატო. ჩემი ფოტოსკოლის ბაჭიებმა იციან, რომ სულ კინოთი მაქვს მე პირადად ლექციები, ესე ვასწავლი ფოტოსკოლაში. ფოტოსკოლაში მიღება დეკემბრის შუა რიცხვებამდე. გრძელდება, შეგიძლიათ გადმოყვიდეთ ჩვენთან. პლეისმენტია რა თქმა ბატონო. ჯერჯერობით არის ონლაინ, მაგრამ ასევე გვაქვს პრო გონი 5 გაკვეთილი შედის შეხვედრა. ოფლაინ არის პრო. ემატება თუ შეიძენ პაკეტს, მაგალითად პროსაც ემატება 5 გაკვეთილი, ამაზე გიორგი საუბრობს. არა, რას ნიშნავს? მე ახლა უნდა გავყიდო ჩემი კურსი. ხო, რაც შეეხება სერიოზულობას თუ დაუბრუნდებით განათებაზე, ხო? აი ეგ მომენტი არის, რადგანაც ვასწავლი მე კინოებით და სტუდენტები დამეთანხმებია, ვინც გაიარეს ფოტოსკოლა და ხშირად სხვათა შორის გუშინაც მითხრა ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომ შენო სხვანაირად დაგვაწყებინა ხედვაო. ანუ რეალურად მნიშვნელოვანი ის კი არ არის. ძალიან დიდ პატივს ვცემ ხარისხს, ტექნიკას, განათებას, სიმულაციას, ბუნებრიობას, მაგრამ საბოლოო ჯამში ამდენი თქვენ იმიტომ კი არის სწავლეთ, რომ ახლა მაგაზე როგორ თქვა, აი
ჩაებრაუჭოთ, ჩააჭიროთ, ობსესიაში, რაიმე რამე არ მესმის. როცა სწავლობ ძალიან მაგარი პედაგოგებისგან, ხო? და გინდა რომ რაღაცნაირად შენს იყო ჰაი კლასი და იცი რომ როცა გასწავლის მაგარი ლექტორი შენს გინდა რომ შეცდომა აღარ დაუშვა, იქ პერფექციონიზმი გაქვს ჩართული, იქ მაქსიმალიზმი, მაგრამ საბოლოო ჯამში პატარ-პატარა შეცდომები თუ არ დაუშვით, თქვენ უნიკალურობას ვერ იპოვით. ექსპერიმენტები თუ არ დაუშვით, რაღაცა ის რაც ისწავლეთ, ცოტა თუ არ მოთელე, ცოტა თუ არ სუდი სიტყვა უნდა ვიხმარო, მაგრამ დაიკიდე. ხო, პიკამოსომაც კი ეგ თქვა, იმიტომ ვისწავლე მთელი ცხოვრებაო, რომ ბოლოს ეს ყველაფერიო დამენგრია და დამევიწყებინა. ხო, ანუ ესე ძალიან ნუ გაჭედავთ ამ იმებზე, რა კელვინები რამდენი, იქ რაღაცა აი, გთხოვთ გააგრძელეთ ჩემი სიტყვა, მე ვგრძნობ რომ მეთახა. კი, მაქვს. დიახ. კი, ანუ რაღაცა იცი როგორ არის, რომ ფოტოგრაფია მაგათად ეხა მამაჩემის ფოტოგრაფია და ძველი და რაღაცა ფირის დროიდან რაღაცა კონკრეტული წესები, ბევრი რაღაცეები არის, რომ აი რაღაცა ხო, დოგმები არსებობს ამ ფოტოგრაფიაში, მაგრამ რაც უფრო წლები გადის, მით უფრო მეტი, ხო, ერა მით უმეტეს. მამებზე გამესვა ხაზი. ხო, მით უფრო მეტი შესაძლებლობები ხდება, კიდე ტექნოლოგია, გინდა ის და აი ერთი რო ისწავლო, რომ აი ესე უნდა გავაკეთო. ეგ არ უნდა ქნა, იმიტომ რომ შეიძლება იქ ჩარჩელა და აი ის აკეთო და ამიტომ ჯობია რომ შენ თვითონ რაღაცა ვარივრო თქვა ლავირება და რაღაცა ექსპერიმენტები და რაღაცები ატარო. და ხო და ის წესი რაც არის და ეხა რაღაცა ქართულს რო ისტორიას რო სწავლობ და რაღაც დავით აღმაშენებელი რო უნდა იცოდე, ხო ყველა ვიცით. ეგეთი წესები, რაღაცეები ხო ორჯერ ორი რო უნდა იცოდე, ეგეთები არის რომ რაღაცები ხატავი შუქი ეხლა რაც გითხარი და შემოვსებეთ. მაგრამ მაინც ლავირება არის და მაინც ის არის შეიძლება გინდა გამოვიდეთ. თუ რაღაც შეიძლება თქვენი მოგანათება მოიგონო. რომ არის ეგეთი ხალხი რომ რაღაც კონკრეტულ ჩარჩოებს სწავლობენ ან ასწავლიან და იმ ჩარჩოების იქით ეს იმიტომ გასწავლეთ ჩვენ ზოგადად. ხო ესე. არა. იმიტომ რომ მეტი თვითონ გქონდეთ უფრო განვითარების შესაძლებლობა. ხო რომ მიკროფონი პატარა რაღაცას დავამატებ სანამ დამავიწყებ. არ დაგავიწყდეს. ხო. ეხლა ის ეპოქა შემოვიდა ვაფშე. ხო, იმიტომ რომ შეყავთ Skype კავშირები. შეცდომის შიში არა მარტო თქვენ გაქვთ. მეც მაგ დიდი ძალიან. იმიტომ რომ ძალიან დიდი მოლოდინია ხოლმე, როცა თქვა მე რაღაცას ვიღებ ხოლმე. იმიტომ რომ ბევრს მიხდიან. იმიტომ რომ რაღაცა დიდი კომპანიები და დიდი ავტორები დგანან ხოლმე ჩემს უკან და ესე არიან ხოლმე. და ამ დროს ძალიან იზრდება წნეხი ჩემზე და აღარ მაქვს თავისუფლება. მაგრამ თან ვიცი რომ ყველაზე ლამაზი ხე არის ყველაზე ალბათ უშნო ხე. რომელსაც დიდი ფუღურო აქვს. ზოგი აქვს ტოტი ეგეთი, ზოგს ეგეთი. ანუ იდეალურობა და ეს რაღაც უშეცდომობა იძლევა კონვეიერს. რომელიც ადვილად არის ამოცნობადი. შეგიძლია დაამუღამო ეგ. მაგრამ იქ შენ თავს ვერანაირად ვერ აღმოაჩენ. ეს აღმოჩენა ალბათ იწყება, როდესაც ძალიან შეგეშინდება, ძალიან. და მაინც გადადგავ ნაბიჯს. ეგ მე ხო, რომ გადადგავ ვაფშე ყველაფერში რა არ გეგონოს რომ ბავშვი უნდა იყოს ან დამწყები უნდა იყოს ან ფილმე პატარა ყველას ეშინია ყველაფერს განსაკუთრებით პროფესიონალებს იმიტომ რომ რაღაც ხო ხდება ის რაღაც ეს მოდის და ეს უნდა ქნას და მე ესე ვარ ხოლმე იმიტომ რომ მე თვითონ არ ვიცი ხოლმე ეგ რა გამოვა ვაფშე არ ვიცი ხოლმე ანუ როგორ შეიძლება ვიცოდე რა გამომივა გამორიცხულია. და სულ მაგ კაი ჟიმჟიმი. ისი ჟიმჟიმი გაქვს. სო ეგ იყო მაგ. ახლა დაგავიწყდა. ბალიში. ხო, რომ შენ თუ კაცი დამდრო, ანუ გასატანია. თან ახლა არის ეს
იცი როგორც ყოველთვის ფრენია. გამამაზაძე ხარ აი კავშირი არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი აღფრთოვანება მინდა ბატონო გიორგი გამოვხატო უტაბეთა ეს. ვინ მოიგო? ის ვინ მოდი რა შენ ბატონო გიორგი, მართლა მაინტერესებს ეს ჩართულია. უხერხულად ცუდი ხმა მაქვს, ბოდიშს ვიხდი. არ არის მე მგონი ჩართული არ ვიცი. ბატონო გიორგი, მართლა მაინტერესებს იდეაც ვისი იყო და როგორ განახორციელეთ უტაბექაიას გადაღება. ფანტაზმაგორიული ჩემი აზრით. ცოტა გადაიქცევა ჩემს საღამოდ. არა, რო ვნახე ეგ ფოტო. რო ვნახე ეგ ფოტო. ფილარმონიაში სანამ გააკეთე, მანამდე გეტყვი. მართლა გამიჩნდა სრული მომეწერა შეთვის და მეკითხა რომ იდეა რა იყო ამის, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა. რაღაცა მითოლოგიური ამბავი იყო და იდეაც მაინტერესებს და ვაფშე როგორ გადაიღეთ ტექნიკურად. ის რა არის ჩუჩელა რომ მორგვის რაღაცა. თლადეგ ის არ არის ჩუჩელა. ეგ არის უტას ის არის არტია. აი ეს ეგ სხვათა შორის ერთადერთი კადრია, რომელიც გადავიღე ჟურნალისტის გარეშე, კი არა, ჟურნალისტი რა არის ქვემოთ, არტ, ანუ მოგეთ ეს კადრი მე მანდეს და თვითონ წავიდნენ ინგლისში და როგორ გადის ეს მიკრის რა? იმიტომ რომ უტა იყო რიგაში. უნდა ანდო, აბა არ უნდა ანდო. ფოტოგრაფი რომ მოდის და ისო იცი და ეგეთი და ეგ რო გინდა. აუ, სხვათა შორის მანდეს კი არა, უნდა მისცე ეს ძალიან საინტერესო кейსია, როდესაც რატომაც უცხოელები უფრო მენდობიან ხოლმე, ვიდრე ქართველები. გაგიკვირდებათ და და თან მაგალითად ჩემთვის უცხოელი თუნდაც ბრიტანელი უფრო როგორ თქვა რბილად უფრო სანდო არის ვიდრე ქართველი. რატო? საშუალო სტატისტიკური ბევრად უფრო პუნქტუალურია და თუნდაც პასუხისმგებლია. და იმისთვის მე ვარ ქართველი და მაგრამ მაინც მენდობა. ხო და ამ ცხენში ზის ლევან მინდიაშვილი მხატვარი. ძალიან ცხელა თან, სადღაც 35 გრადუსია და თან არის ფირით გადაღებული. ფირს არ უყვარს სიცხე და პლუს ვერ ხედავ, ანუ რო გადაიღებ ის პლეიბექი არა გაქვს, სანამ არ გაამჟღავნებ. რაღაც რისკი იყო რა და უნდა გადამეღო ეს ცხენი და პლუს უტა. და წარმოვიდგინე რომ ცხენი მაინც მოძრაობს. და გავამოძრავე კადრში. დიდი რაღაც იდეებზე შენი არქიტექტურას და ინტერიერს შეიძლება რაღაც ეგ არის გოგა რაღაცნაირად ისეთი. ეს ახალი იყო. ძალიან ახალი იყო. ჩემთვის შროკ შენიდან გამომდინარე. სხვათა შორის აი იდეებზე თავზე გადასული. პატარა ის მაქვს აღმოჩენა აქ. რაც უფრო ნაკლები მაქვს იდეა გადაღების დროს, მით უფრო ვარ ეფექტური. იმიტომ რომ არ მაქვს გადაშლილი რამე თქვათ ინსტრუქცია. ანუ მაგალითად, ხო, მაგალითად, ნუ ვიცი რომ ამ შუქში კაია და თქვათ ამ დროს, ან თქვათ რაღაცას ჩავაცვლო, ხო, რაღაც. მაგრამ აი იქ მაინც უნდა ცოტა გადაჩელენჯო. იციოდე რა ხდება. გავაჩელენჯეთ ყველაფერს. არა, კი, მივხვდი რომ წარმშოვანი იყო. რთულია ძალიან ჩემთვისაც, როდესაც კომპანია მე მაძლევს პირდაპირ, აი, რა ჭირდებათ. რომ გადაუხვიო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გადაღების დროს ხედავენ ეგრევე მე რას ვაკეთებ, ჩართული არის ეკრანი და ეს ხედავს. ეს კიდე ძალიან მძაბავს ხოლმე, მაგრამ ნუ იქ მაინც საჭიროა რომ ის დარწმუნდეს. ეგეთ შემთხვევაში გადავიღებ, ვანახებ და მერე, რასაც მინდა იმას ვაკეთებ
და 95% გაყიდული ფოტოებისა თან მე ვყიდი per picture და რა მთელი ფოტოგრაფია იქიდან ყოველთვის უფრო მიდის. მაგრამ ეს რაღაცნაირი ფსიქოლოგიური ისეთ სადავეებიც უნდა ვითომ აქ მისცე, რომ ვითომ მაკონტროლებს. ჩემი ფეხები. დიდი მადლობა. გადაეცი რა თქმა უნდა. გადავიწყო და აი ფოტოშოპი და დავიწყო. ეწეღან რომ საუბრობდით აი თავისუფლების მიცემასა და ასე ვთქვათ დაკოპირებას შორის მე შენს ლექციებში ყველაზე მეტად მომწონს ის რომ აი ნასწავლი რაღაცა წესები კი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი რამდენად საკუთარი თავის პოვნა ამ წესებში ანუ გასვლა სინამდვილეში შენი წესები იმ წესებიდან რასაც გასწავლიან. იმიტომ რომ ცხოვრებაში ხო ეგრე არის, აი მარტივია სხვის გაკვალულზე, შეიძლება შენ თავი ვერც ვერასდროს აღმოაჩინო. იმიტომ რომ ვერ მიიღო გამოცდილება და აი ეს წესები არ არის შენთან იმდენად თავარი არ არის ეს წესები, ხო ხვდები? მე ვგრძნობ, როდესაც ვისმენ, რომ მე ეს უნდა ვიცოდე, მაგრამ მე შემიძლია ამის დარღვევა. და ჩვენ საზოგადოებაში, ხო, აი მაგალითად ახლა ძალიან ისე არ მინდა გამომივიდეს. თან ხო იცი მოწყურებული ვარ ამ საუბარს. მოდი. არა იყოს. მოდი. მე ამ ფოტოგრაფს მაუციოთ და შეიძლება რა ხდება კამერის წინ. კამერის უკან კომაკოვდეს ან ამ ეტაპზე მირჩევნია. როგორც შენ გინდა. მადლობა და ამას ვამბობდი სწორედაც რომ მე ამ პროცესში თვითონ აი რაც შენგან ვისწავლე და გიორგისგან იმ ლექციიდან გიორგი მოდი. მე ის ვიგრძენი მთავარი რომ მე ეს უნდა გავაკეთო რომ მე ვიპოვო ჩემი თავი არა მარიამისნაირად კი არ ვაკეთო აუცილებლად მე შემიძლია შენ ასე ვთქვათ დავიჭრო შენი თამასა რომ აი კი შენაირად მაგარი უნდა ვიყო ან მე გამიჩნდეს ამბიცია რომ რაღაცა მე შენზე მაგარიც ვიყო მაგრამ მე ჩემი თავი უნდა ვიყო და ამიტომ ეს შენი ლექციები ამის შესაძლებლობას გვაძლევს მე მიმაჩნია რომ ყველაზე დიდი რაც მე ვიპოვე აი შენს ლექციებში ეს იყო რომ მე ამ ჩარჩოებიდან უნდა გავსულიყავი რა და ის მინიმალური რაღაცები რაც მე გადავიღე აი ის იყო საოცარი პროცესი რაც მუდმივად მაბრუნებს ისევ ფოტოგრაფიასა რომ მივიყვანო ეს პროცესი ბოლომდე იმიტომ რომ მე ჩემი თავი დავინახე აი ის ვიღაცა ის წესების იქეთ ვინც არის აი ეს ადამიანი და წეგან ამიტომ რომ ეს წესები უნდა დაარღვიო აი ეს არის მეც ეს ვიგრძენი რა ფოტოგრაფია ამის შესანიშნავი შესაძლებლობა არის მოკლედ სულ ეს მინდა და მე თქვა მადლობა ხოთა შორის ძალიან საინტერესო რაღაცები მითხარი შეიძლება შენ ფიქრობ რომ სულ ეს იყო მაგრამ ხანდახან მასწავლებლისთვის რომელმაც შექმნა ძალიან დიდი მეთოდოლოგია და ამაზე შეიძლება თქვენ ფიქრობთ რომ 1-2 თვე მეყო და მე არ მეყო 1-2 თვე ძალიან ბევრი წელი მჭირდებოდა იმისთვის რომ შემექმნა ისეთი პლატფორმა და ისეთი გაკვეთილები რომ სწორედ შენაც ხარაც დამიბრუნე ადამიანებს თან ვასწავლო ფუნდამენტური აკადემიური ცოდნა მიცე რომელიც მე მიღებული მაქვს ბევრი წლის მანძილზე და არ დავაკლო არაფერი მაგრამ თან ამითი არ მოვახდინო მათი დაშტამპირება რომ აი ეს არის და გააკეთე გაიმეორე და გამოგივა არა საერთოდ არ არის საჭირო ეს ანუ იქ შენ ალბათ მიხვდი და ნუ შენი ბევრი უკავშირებიდან გამომდინარეც ვიცი რომ ჩემ გაკვეთილებში სულ ფენა ნელ-ნელა წვეთ ვათავისუფლებ ადამიანებს წვეთ мотиваციას ვაძლევ იქ რაღაცა კონკრეტულ სხვა თემებზეც მიმყავს ლაპარაკი იქ რაღაცა ფსიქოლოგიურს ვცდილობ რომ მოგცეთ და სულ ეს იყო თქვენგან ყველასგან მაქვს ეგ უკავშირი მიღებული ხო ხანდახან ლაპარაკში ხანდახან იქ ონლაინ ხანდახან ფიზიკურში რომ თქვენ ხედვა შეგეცვალათ ხო აი ეგეთი რასაც მე ლაპარაკებოდით რომ გავბედე ინსტაგრამზე დავდე გაისროლა მართლა იმდენი ნახვებია ვაიმე სტორი მომატა ვაიმე ადამიანები ეგ არის ჩემი მიზანი ეგ იყო თავიდანვე ეგ განზრახვა მქონდა რომ მე კი ვასწავლო უმაღლეს დონეზე და არ ქონდეთ არანაირი ის რომ ვაიმე ეს როგორ კეთდება რა უნდა ახლა აი რა ვიცი რო გადახედო სავიდან ბოლომდე ყველაფერი იცით უბრალოდ შეიძლება არ გახსოვთ მაგრამ ეგ დალექილია და აუცილებლად გაიხსნება